წლის განმავლობაში დამოუკიდებლობის 30 წლის თავზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითმმართველობის რეფორმა არ არის პრიორიტეტული საერთოდ სახელმწიფოსათვის, არც ერთი ხელისუფლებისათვის ეს სამწუხარო რეალობაა. ანუ ის რაღაც გარკვეულად ბოლოდი დედინაცვისა და გერის ზღაპრაში გერის როლს ასრულებს, ახსენდებათ ხოლმე მხოლოდ მაშინ, როცა თქვათ პოლიტიკურად ამის საჭიროება დგება და ყველა მთავრობა ეს იქნება მგვალი მაგი და მოქალაქეთა კავშირი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ქართული ოცნება, ყველა მთავრობა იწყებს რეფორმების რაღაც ციკლს. მე არ მინდა ვთქვა რაღაც ფათ ნეგატივი რომ არ გამოვიდეს, არ მინდა ვთქვა რომ არაფერი არ კეთდება, რაღაც ნაბიჯები იძმევა, მაგრამ შემდგომ როცა უკვე ვთქვათ ეს ხელისუფლებები ცოტა ძლიერდებიან, ისევ ნაწილი უკან მიაქვთ ამ ვთქვათ ჩატარებული რეფორმებს უკან აბრუნებენ და გამოდის ესეთი პრინციპით 10 ნაბიჯი წინ, 9 ან 8 უკან, მერე 10 ნაბიჯი და 30 წლის განმავლობაში ჩვენი სისტემა ისევე რაღაცები კეთდება ნამდვილად და დადებითიც გაკეთდა, ეს არ არის 91-ის ან 95-ის, ან 2000 წლის ან 2005 წლის დონე, რაღაც ნაბიჯები იდგმება, თუმცა როგორც ვთქვათ, ჩემი მეგობარი ერთი ბრიტანელი ექსპერტი იტყვის ევროსაბჭოში თანამშრომელი, თქვენ თუ ესე გააგრძელეთ 3000 წელიწადში კაი სახელმწიფო გექნებათ. დიდი დროა, რა თქმა უნდა, ჩვენ მაგრამ ეს არის დავალოდოთ იმედია. ხო, ეს არის ძალიან მარტივი რამ არის. ეს არის რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს ამის საჭიროება უნდა დაინახოს და პოლიტიკურ ასპექტმაც. სხვათა შორის ბალტიის ქვეყნებმა ევროკავშირში გაერთიანების მერე ჩაატარეს რიგი რეფორმების, მანამდე ჩაატარეს, მაგრამ მერე დაინახეს რომ ეს არ იყო საკმარისი და ის სისტემა, რომელიც აუცილებლად უნდა დამკვიდრდეს ახალი დემოკრატიის ქვეყნებში, სწორედ აი თქვა ესტონეთმა, ლატვიამ 2010-2017 წლებში ჩაატარა, 2018 წლებში ჩაატარეს. იგივე რეფორმას, ზუსტად იგივე რეფორმას, ასაც თქვა ჩვენ ვთქვათ, გარკვეული ჯგუფი ვთავაზობდით ხელისუფლებას ჯერ ეს იყო ედვარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, შემდგომ სააკაშვილის, შემდგომ ივანიშვილის ეს სისტემები, ზუსტად იგივე სისტემას განახორციელებდა ბალტიისპირეთმა, იგივეს მიუხედავად მძიმე სიტუაციის ახორციელებს დღესაც კი უკრაინა და კონსტიტუციურადაც განმარტებები მისცეს და ჩვენმა სამხრეთელმა, ჩვენმა მოძმე სამხრეთელმა პარტნიორმა სომხეთმაც ზუსტად იგივე რეფორმა დაიწყო, ანუ ის რაც ქართველებმა დავიწყეთ 1998 წლიდან მხოლოდ ლაპარაკის ზონაზეა დარჩენილი, ისინი რეალურად უკვე გვიან დაიწყეს, მაგრამ ახორციელებენ. ასე ჩვენც მოგვიწევს ამის გაკეთება. თქვენ წევრობა ახსენეთ ბატონ დავით და ეხლა აი კანდიდატის სტატუსის ესე ვთქვათ რეკომენდაცია გაიცა და ესე ვთქვათ თუ კი მივიღეთ ეს სტატუსი და ალბათ იმედია მივიღებთ სხვა არც მინდა განვეხილო, ხომ არ დააჩქარებს ეს აი ამ პროცესს? ეს ცოტა ისეთი დეტალებში შესვლა იქნებოდა, თუმცა ერთი რამ შეიძლება ითქვას თვითმმართველობის სისტემა საერთოდ და ადგილობრივი მოწყობის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული როგორი უნდა იყოს დაყოფილი სისტემა ეს არ არის ევროკავშირის საერთო რეგულაციების მიზანი. არის ჩამოყალიბებული პრინციპები, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტია, რომელიც პრინციპებს ავალდებულებს ყველა წევრ ქვეყანას, იქნება ეს ისლანდია, თქვა სომხეთი, პორტუგალია, ევროპის საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას. ნუ რუსეთსაც სანამ რუსეთს გარიცხავდნენ და ბელორუს ორი ქვეყანა გარიცხულია, თუმცა თქვა აზერბაიჯანი იქნება თუ ლიხტენშტეინი, ყველასთვის ერთიად, ხოლო ის თვითონ როგორ მოაწყობს ქვეყანა თავის შიგნით, თქვა თავის ოჯახს, ასე ვთქვათ, ეს არის მხოლოდ სუვერენული უფლება. მიესალმებიან, თუ გინდათ გააკეთებთ, თუ გინდათ ნუ გააკეთებთ, თუ არ გააკეთებთ, იქნებით ცუდად, თუ გააკეთებთ, იქნებით კარგად. მაგრამ თუ არ გააკეთებთ, ეს არ იქნება ვალდებულება და თუ გააკეთებთ, ამისათვის არის ეს ცალკე საუბრის თემა, იგივე ევროკავშირის მაგალითისათვის ვთქვათ, იგივე რადგანაც თქვენ ტელევიზიაში საუბრობთ, ერთი რამ შეიძლება ითქვას, პროფესიული ნიშნა გამომდინარე. ევროკავშირის ბიუჯეტის 1/3 დაახლოებით სწორედ აი სოფლის მეურნეობის ადგილობრივი განვითარების საჭიროებებზე იხარჯება საგრანტო პროგრამების სახით, ხოლო რეგიონალურ განვითარებაზე კიდევ 1/3, მესამე ნაწილი არის განათლების და მეცნიერების სისტემა, ანუ ის რასაც ჩვენ ერაზმუსებით და სტუდენტთა მობილობით ხსნით, ანუ იხსნება გზა არა თუ ვთქვათ 100 მილიონობით, არამედ მილიარდობით ფონდზე, თუ საქართველოს, ანუ კანდიდატი ქვეყანა დაიწყებს ამ ნაბიჯების გადადგმას.
ხა თუ არ გაკეთდა ეს არ არის იძულების და მაშინ იქნებით იქ სადაც ვართ